აი ნახეთ, ეხლა ამ რიგში უკვე მხოლოდ ერთი თვალი დავტოვე მოსაქსოვი. აი აქ ხედავთ ხო, როგორც გითხარით. ისევ მოვჭრით ძაბს აქ და ასე გავიმეორებთ ახლა ჩვენ კიდევ 4 რიგს. აი ესეთი ერთი თვალი რომ იქნება მოსაქსოვი დატოვებული, ასევე შესაბამისად დაიწყება ერთი თვალის გამოტოვებით, ხო? აი ახლა მე დავიწყებ, ასე 4 რიგი უნდა მოგხსოვთ. შემდეგ უკვე იქნება ამ ესე იგი ასეთი შემცირების გარეშე. ნახეთ, ეს გამოვტოვოთ, ხო? აქ ხო ხედავთ როგორ არის? კიბე-კიბე ადის, ხო? აი ეს იყო ბოლო. აი ხლა ამ ერთს გამოვტოვებ, აი აქ შევალ. და პირველი თვალი, როგორც გითხარით, არის აი ეს, ხო? ვიში რო შეხვალთ ეს, უბრალოდ ბიჯის იყო ახლა, რო ამოვიყვანე ესეთი ულფი. აი ახლა პირველი თვალი და ისევ აი ესე გავყვებით, აი ამ ვიებში შესვლით და მოვხსოვთ ბოლოში, ესე იგი, ერთ თვალს ასევე დავტოვებთ მოგხსოვის გარეშე, აი სადაც აი აქ არ მოგხსოვ, აი აქ იქნება ბოლო. და ასე უნდა ვხსოვოთ, სანამ არ გვექნება, აი ხა თუ მე მაგალითად გავაკეთებ ნიშნულს, ხო? აი ეს არის პირველი რიგი, ხო? აი ესე თქვა თუ გადათვლით ესე, ეს პირველი ნიშნულის ჩათვლით და შემდეგ ამის შემდეგ კიდევ 3 რიგი, ესე იგი, ჯამში 4 რიგი უნდა იყოს ესეთი მოგხსოველი. აი ესე იგი როგორც გითხარით, ბოლო თვალს არ მოგხსოვთ. ბოლო ერთ თვალს ამ შემთხვევაში. შემდეგ რიგშიც იგივე. და კიდევ ესე იგი ამის შემდეგ 3 რიგი ესე მოგხსოვეთ. აი მივედი, ნახეთ, ბოლოს ისევ აი ხა ხვდებით რომ აქ დავაგროვე მე უკვე რამოდენიმე რიგი, ნახეთ, ჯობია აქედან გადავთვალოთ, აი სადაც ნიშნული მაქვს 1 2 3 4, აი 4 რიგი იყო ესეთი თითო-თითო წაძვრებით, ხო? აი ხა ბოლოსაც ასევე ერთი თვალი გამოვტოვე, აი არ მოგხსოვე და აქაც მოვჭრი ხა მე ძაბს. და ისევ დავიწყებთ მეორე მხრიდან, ოღონდ უკვე აღარ გამოვტოვებთ. აი ესე. რომ ერთნაირად გამოგვივიდეს. ეხლა მე დავიწყებ აი ბოლო თვალიდან. ანუ პირველი თვალიდან უფრო სწორად, აი აქედანვე და აქ მოგხსოვთ, ეხლა რამოდენიმე რიგს ჩვენ მოგხსოვთ. ანუ ესე აქ ეხლა გეტყვით რომ მაქვს 20 თვალი, აი ამ ორ წერტილს შორის მაქვს 20 თვალი. და ნიშნულს მოვხსნი უკვე, იმიტომ რომ ეხლა აღარ დაგჭირდება ეს ნიშნული და მოდით ეხლა ამოვიყვან მე ჯერ ბიჯისთვის ერთ თავისუფალ თვალს, იგივე თვალში ამოვიყვანთ თვალს ნამატის გარეშე და ესე გავყვებით ამ რიგს ბოლომდე. ესე იგი მოგხსოვთ სულ ბოლო თვალის ჩათვლით. მოვტრიალდე, მე ისევ მოვჭრი ძაბს და ისევ თავიდან აი იგივე რაოდენობა 20 თვალი უნდა გქონდეთ მომდევნო რიგშიც. ამას მოგხსოვთ იმდენს რომ ნახეთ ახლა რატო გხსოვ ესე. შეგვეძლო უკვე ჩაგვეკეტა წრეში და უკვე წრიულად წვეთის გარეშე მოგვექცოვა, მაგრამ მე მჭირდება რომ აი ეს ელვა და ჩავაკეროთ ხო ამ გაჩვენებთ ახლა აი ამ ადგილას ხო? აი ისეთი უნდა მიიღოთ ეს აქ სიმაღლე რომ ელვა მაგალითად აი ცენტრიდან აი ამ ნიშნულს თუ შეხედავთ, აი ამას რო გაკეცავთ თქვენ ელვას შუაზე, სადაც იწყება, სადაც მთავრდება, ხო? აი ეს დაახლოებით და ეს ცენტრალური ნაწილი, აი აქ რო დაადოთ. აი აქ უნდა მოვიდეს. ნახეთ, რამოდენიმე რიგია საჭირო, 1 2, აი დაახლოებით, აი ესე. ძალიან ცოტა რიგია საჭირო და არო ჩადგეს აი ზუსტად. და მე უკვე წრიულად, ანუ წრიულად როცა დაიწყებთ, უკვე ეს ელვა იქ
უნდა შესვათ შიგნით და მორჩა იქ აღარ გაიხსნება ესე იგი მთლიან სიგრძეს, ელვის სიგრძეს, რაც აქ უკვე იქ ვეღარ გამოიყენებთ თუ შესვით უკვე იმ წრიულ ნაკსოვში, ხო? საბოლოოდ უნდა შევსვათ, მაგრამ რაც შეიძლება პატარა ნაწილი, აი სადაც დამთავრდა ეს ნაწილი და ეს ნაწილი დაახლოებით ესე იქნება შესული იქ. კარგით, ესე იგი მე ვფიქრობ, რომ ეხლა მე დამჭირდება აქ 3 რიგი, აი ესეთი ეს როცა უკვე არ ვაკლებთ ხო თვლების რაოდენობა გვაქვს 20 მუდმივად. ანუ ესეთი წარნაცვლებები ხო როგორც ქონდა, აი ესეთი ბიჯები აღარ გვექნება. ეხლა ესე სწორხაზო უნდა წავა ჯერჯერობით 3 რიგი. შემდეგ უკვე წრიულზე გადავალთ. მოდით ეხლა გავალ ამ რიგის ბოლოში, გაჩვენებთ და შემდეგ უკვე იგივე წესით გააგრძელებთ, ხო? როგორც გითხარით 3 რიგი კიდევ და მერე უკვე წრეზე. რამდენიმე თვალი დამრჩა. იგივე უზორს გსოთ როგორც მანამდე. ახლა ნახეთ 2 თვალი მაქვს დარჩენილი. 1 და კიდევ მეორე. აი ბოლომდე მოვგსოვე. აქაც მოვუჭრით ძაბს, რახან ჩვენ გვინდა ეს ლამაზი უზორი შევინარჩუნოთ, ამიტომ გჭირდება ეს ძაფის მოჭრები. კვანძი გააკეთეთ. და აი პირველივე თვალიდან ნახეთ. აქ ეს ბიჯის თვალი გაქვთ. აი ეს არის თქვენი ორ კედელში შედით, აი ჯერჯერობით. აი ეს ყულფი გამოიტანეთ. და შემდეგ უკვე აი V ფორმის თვალი. ეს არის თქვენი პირველი თვალი ნამატის გარეშე. თან ეს ძაფის ბოლოდ ჩააყოლეთ. აი ეს პირველი თვალი და ესე გექნებათ ისევ 20 თვალი. ეს მეორე რიგი ესეთი, ხო? როგორც გითხარით, ჯამში 4 რიგი მოვგსოვოთ ესეთი. ანუ ამის გარდა კიდევ 2 რიგს მოვგსოვ. მოგონი თქვენ დამოუკიდებლადაც მოახერხებთ, რომ კიდევ 2 რიგი ესეთი მოგგსოვთ. მოკლების გარეშე, ჩვეულებრივ თითო თვალში თითო თვალი ნამატის გარეშე. აი, ახლა მე უკვე მაქვს აქ აი ეს 4 რიგი რომ გითხარით. 1 2 3 4. აი ეს 4 რიგი გვაქვს, სადაც აი ხედავთ რომ ესე სწორხაზოვნად ზემოთ არის. ახლა ცოტა აქ კი ჩანს თითქოს მოხრილი, მაგრამ ეს ასე ვთქვათ ბიჯის თვალი ესე არის უბრალოდ. აი ესე აი აქ უფრო კარგად ჩანს, ხო? აი ესე 4 რიგი მაქვს ესე მოგსოვილი. ახლა ჩვენ აღარ მოვჭრით ძაბს და უკვე დავიწყებთ წრიულად ქსოვას, ნახეთ? აი ესე. აი ესე უნდა მიაბათ როგორც ესეთი მილი გამოგივათ ცილინდრული. ვნახოთ. აი ესე დაიკავეთ კარგად. ეხლა ცოტა ესეთი უხეში ძაფია და არ უნდა ახლოს მისვლა, მაგრამ აი ესე. შემდეგ აი ამ ძაფის ბოლოებს დავმალავ, ესე გავაკეთებ, გაჩვენებთ მაგასაც. ეხლა ჯერჯერობით მოდით აი ეს მილი მოგგსოვოთ. ესე იგი როგორც კი ბოლო თვალში ამოიყვანეთ, ხო, ბოლო თვალში. ეხლა პირდაპირ ამოყავთ, ნახეთ, აი პირველი თვალი. ეს ბიჯის თვალი აღარ გინდათ. პირდაპირ V-ში შედით, აი ნახეთ, ჩანს ხო V? აი ამაში შეხვალთ და ამოყავს კიდევ კარგად მოდით. აი ეს უნდა განჭოლოთ ეს V. აი ესე და ახლა აქ აი მაგათ შორის თავარია ძაფი გრძელი არ დატოვოთ, აი ეს რომ იყოს ძალიან ისეთი გადაბმა. თან ახლა შეგახედებთ. აი ესე მოჭიმეთ და როგორც სპირალზე ესე მივდივართ ახლა თვალი ნამატის გარეშე. შემდეგი აი ეს. შემდეგ ესე იგი აქ უკვე აღარ გიქნება წვეტა და უწყვეტად სპირალზე მოძრაობით მოგგსოვთ და მოგგსოვთ.
ეხლა მე მინდა გაჩვენო თქვენ. ნახეთ. აი ეს მოვარგო ელვა. აი ესეთი ელვა გაქვთ. მეორად რო გაკეცოთ, აი აქ სადღაც აქ უწევს ხო? აი ესე. თუ დაადებთ აი ცენტრალურ ნიშნულს, აი აქ ცენტრი სადაც აგვაქვს ხო მწვანეთი მონიშნული და ეხლა ეს ცოტა დაწვენილი. აი ეს, ნახეთ? აი ზუსტად აქ მოდის, სადაც ეხლა მე ვიწყებ მილის ქსოვას, მაგრამ ეს სასურველია შიგნით, აი ესე მე მილის შიგნით იყოს და აქ უნდა მივაკეროთ. მაგრამ მანამდე თუ გახსოვთ, მე გითხარით, რომ კრემისფერი ძაფით კიდევ აი აქ ეს უნდა ესე თქვათ, როგორც კანტივით ესე გავაკეთოთ ერთი რიგი. მაგრამ ჯერ ეხლა მე მოვხსოვ ამ ცილინდრს, ეს ცილინდრი სიგრძით. თქვენ საბოლოოდ გჭირდებათ აი ესეთი სახელური რომ მოიქცოს, ხო? გახსოვთ, სახელურზე იყო ესეთი ბაფრთასავით, ხო, კვანძი. აი ეს კვანძის ადგილი, როგორც გითხარით, უნდა გამოვიყენოთ, რომ აი იქ იყოს შეერთების ადგილი ამ სახელურის აქედან, აქეთაც იგივე უნდა გავაკეთოთ და აი ამ შეერთების ადგილი. ეხლა თქვენ შეგიძლიათ ეს მოგხსოვოთ ცოტა გრძელი, რომ აი აქეთ მოვიდეს, ანუ გვერდით არის ის კვანძი, ხო, სადღაც. ანუ აქ გააჩერებთ, ან აქეთ, ესე იგი, აქ მაშინ გრძელი უნდა მოგხსოვოთ, ხო? მე ამის მიხედვით ფიქრობ, რომ მოდით ამ მხარეს გრძელს მოგხსოვ, თან მივაზომებ, ესე მოხრით მიხვდებით. მე გაჩვენებ თან ეხლა დავაგროვებ რიგებს და თან გაჩვენებთ, როგორ შევაფასოთ, სად უნდა გავჩერდეთ, ხო? ანუ ამ მხარეს ეხლა მოგხსოვ უფრო გრძელ მილს, ვიდრე მეორე მხარეს. და იქნება ის ადგილი, გადაბმის ადგილი იქნება, სადაც მიმაგრდება ის კვანძი, ხო? ის კვანძიც მოსაქსოვი გვაქვს, რა თქმა უნდა. ეს ეხლა ხვდებით აქ უკვე სირთულე აღარ არის, უბრალოდ დააგროვეთ რიგები, რომ სიგრძე გქონდეთ მილის, გარკვეული სიგრძე გჭირდება. აი აქ როცა მიხვალთ, ისევ ნახეთ, დააკვირდით, ჩვეულებრივ, აი აქ გაქვთ თვალი და პირდაპირ აქ, აი ეს. აქ უბრალოდ აი ეს არის ელვის ადგილი, აი ეს ადგილი. მიმაგრების ადგილი. კარგით, ესე შემოვარეთ, საკმაო რიგები გჭირდება ჯერჯერობით. ესე გსოვით სპირალზე, სპირალური მოძრაობით. აი ნახეთ, ესეთი სიგრძე მაქვს, აი ამ მილის, ნახეთ როგორია. ეხლა მოდით მე გეტყვით სიგრძეს. აი ესე თუ დაადებთ, ნახეთ, აი აქედან, აი ესე დავიწყებ და აი სადაც უკვე დავიწყეთ სპირალის ქსოვა, ხო? აი ესე უკვე როგორც მილი, ხო? აი აქ არის, ნახეთ, აი აქ მაქვს. აი სადღაც 17.9 სანტიმეტრი. 17.9. აი ესეთი სიგრძე მოგხსოვე. შეგიძლიათ ცოტა გრძელიც მოგხსოვოთ პრინციპში. აი ხა მე უბრალოდ აი ფიქრობ, რომ ეს საკმარისი იქნება. აი ეს, ნახეთ. აი ეს. აქედანაც რა თქმა უნდა ხა მოგხსოვთ და უნდა მიუახლოვდეთ. ახლა ძალიან გრძელი არ ვიცი, შეგიძლიათ პრინციპში უფრო გრძელიც მოგხსოვოთ. ანუ ეს იმის მიხედვით რამდენად გრძელი სახელური გინდათ, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ეს მაინც მხარზე გადასაკიდი ჩანთა არ არის. უბრალოდ ესე ხელით, ანუ ყავზე ესე რო ატაროთ ხელით. ეხლა მე რაც მინდა რომ გაჩვენოთ, მოდით ჯერ ეს აი აქ ბოლოს რომ მოვხსოვე, ხო, თვალი ნამატის გარეშე, აი V ფორმის თვალში ბოლოს მე მაინც დავამთავრებ უფრო დაწოლილი თვალით. ნახეთ, აი ესე და შემდეგ ერთ თავისუფალ თვალს მოვხსოვ. აი ესე რომ ცოტა ისეთი არ იყოს ესეთი მკვეთრი დასრულება, აი ეს. აქ მოკლედ მე უნდა მივაკეროთ, აი როცა აქედან მოვხსოვთ, ხო, ზუსტად იგივე წესით. ეხლა სანამ მაგას აგიხსნით, ხო, დასაწყის გაჩვენებთ უბრალოდ. ეხლა ეს ძაფები გვინდა რომ დავმალოთ. ეხლა აქედან დავიწყებ მე ქვემოდან, ნახეთ. აქეთ ხვდებით, რომ აქ არა გაქვთ არაფერი ძაფები, იმიტომ რომ ვაყოლევდი, ხო, ქსოვისას.
აი საწყის ძაფის ბოლოებს. ეხლა აქ რაც შეეხება იმისთვის რომ ცოტა უფრო რბილად იყოს, ხო, ესეთი თქვა ძალიან კუთხეები არ კონდეს. აი ამას გამო თავიდან ნახეთ როგორ ვაპირებ. აი ბოლოს ნახეთ მე კვანძივით გავაკეთე, ხო, თავისუფალი თვალით, მაგრამ ეხლა ასე გავშლი, ბოლოს მოქსოვილი მაქვს თვალი ნამატის გარეშე, ეხლა მე მოგსოვ აი პირდაპირ ორ კედელში შესვლით დაწოლილ თვალს. აი მე მგონი ხვდებით, ხო, რომ უფრო ესეთი დამთავრება გამოგივათ. აი ესე და შეიძლება კიდევ ერთი კვანძისთვის, მაგრამ აქ ეხლა ვფიქრობ, რომ კვანძი აღარ არის საჭირო. აი ესე იყოს უბრალოდ დაწოლილი თვალი. და ეს ძაფი, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ შიგნით ჩაიტანოთ და შეუმჩნევლად, რომ აქ ეხლა მაინც ჩვენ კრემისფერი ძაფით გადავივლით, ეს ყველაფერი იქნება კრემისფერი ძაფის შიგნით. კარგით, მაგრამ აქ ძალიან რომ არ ჩანდეს, ისე შეგიძლიათ რომ შიგნით აი ძაფებში გაატაროთ. ესე გაყევით ყველგან, აი სადაც კვანძები გავაკეთე, ასე გააკეთეთ ყველგან და ეს ძაფები ჩამალეთ ნაკსოვის შიგნით. აი ნახეთ უკვე მოვჭერი ეს ძაფები, მოკლედ ჩავმალე და მე მოვჭერი კიდევაც და ორივე მხარეს ძალიან სუფთა ისა გვაქვს, ასე ვთქვათ, კიდე, მაგრამ მაინც ბოლოს მე როცა უკვე აქეთ ამ მხარეც გვექნება მზად, აი აქ სადაც არის ჭრილი, აი ამ პერიმეტრზე შემოვლით აი ამ ჭრილის კიდეს კრემისფერი ძაფით. ახლა მანამდე რა თქმა უნდა მეორე მხარე გვაქვს მოსაქსოვი. ესე იგი მე აქედან დავიწყე გახსოვთ ხო აი აქედან და ესე ვქსოვდი აქეთ ესე აი ესეთი ერთი მიმართულებით სანამ არ მივედი აი ამ ცილინდრულ ნაწილთან ხო მე უკვე წრეზე. აი ახლა შემოატრიალეთ და იგივე ზუსტად უნდა გააკეთოთ. აქ ნიშნული გაქვთ ხო, ცენტრი გაქვთ. ცენტრიდან გახსოვთ, აქეთ იყო 1 2 3 4. აი აქ ახლა მეოთხე თვალში თითქოს ჩამაგრება, მაგრამ ეს არის გახსოვთ ხო, აქ კვანძი რო იყო დაწოლილი თვალი შემდეგ თვალში გავაკეთე სინამდვილეში, აი ეს არ იყო მოქსოვილი 1 2 3 4. მეხუთეშია ნიშნული. აქეთაც 1 2 3 4 და აი მეხუთედან ახლა დავიწყებ მე ქსოვას. როგორც წინა შემთხვევაში, ესე იგი ჯერ ორ კედელში შედიხართ, ესე იგი ნიშნულიდან მეხუთე თვალია. ნიშნულს თუ არ ჩათვლით, აი ნიშნულს და ამ ყაისნაღის თვალს სადაც შევედ, იმათ შორის უნდა იყოს 4 თვალი. 1 2 3 4. და ქსოვთ იგივე წესით ზუსტად აი შეგიძლიათ როგორც ეს მხარე მოგსოვე, აი ეს ნაწილი ნახოთ ვიდეოს ჩანაწერი და ესე იგი აი აქედან ვიწყებ. რაც მთავარია ეს გაჩვენოთ მინდა. და ესე იგი ორ კედელში შევედი, მე როგორც შევდიოდი აი აქ V ფორმის თვალში და თვლები ნამატის გარეშე. ძაფი შეგიძლიათ ჩააყოლოთ, აქეთ მხარეს არ გიქნებათ მე დასამალად, ხო? უფრო ადვილად იქნება ეს კიდე. ესე იგი, ასე შემოუყვებით და როგორც ესე იგი გითხარით, ესე მიხვალთ. აქ შეხედეთ, აი აქ უნდა გადაიაროთ ეს ადგილი, სულ, ხო, სანამ არ მიხვალთ. ესე იგი, აქ როგორც გქონდა, ხო, ნიშნულამდე 4 თვალით წინ, ესე იგი ეს ნიშნული გაქვთ 1 2 3 4 და აი აქ უნდა დაამთავროთ, ხო? ასე გვაქვს გაკეთებული, ეს შუა 9 თვალი იქნება ესეთი ჩაღმავება, ასე ვთქვათ. შემდეგ მოჭრით ძაფს, იქ კვანძი მაინც გააკეთეთ, რო არ გაგიშალოთ. შემდეგი რიგი იქნება ისევ აქედან დაიწყება, ოღონდ აქ 4 აი ეს 4 თვალი უნდა გამოტოვოთ, მეხუთედან დაიწყოთ. შემდეგ 3 თვალი უნდა გამოტოვოთ ესე. აქაც შესაბამისად, ესე იგი, ამის შემდეგ ეხლა მე რაც დავიწყე, ხო, ზუსტად გადაახვიეთ იმ ადგილას, სადაც, ნახეთ ის ვიდეოზე ის ადგილი, სადაც მე აი აქედან რომ დავიწყე ქსოვა, ხო? და ზუსტად იგივე წესით მოგსოვეთ. ეხლა ჩემ შემთხვევაში მე როგორც მოგსოვე, რახან მე უფრო გრძელი ნაწილი მოგსოვე უკვე. ამ შემთხვევაში მე მოგსოვ უფრო ისეთ ნაწილს, აი პატარა ნაწილს, რომელიც მიახლოებით მე რომ მივხვდები რომ საკმარისია, ხო?
ჩემი სახელურისთვის რომ შეიკრას, აი იქ გავჩერდები, აი ესეთი სპირალი, ესე იგი ისე უნდა გსოვოთ, ჯერ ცალი მიმართულებით, როგორც აი აქ ვგსოვე, ზუსტად კოპირება უნდა გავუკეთოთ და შემდეგ სპირალურად, ანუ ესეთი მილი რომ გამოგივიდა და ოღონდ ეს მილი ცოტა ნაკლები სიგრძე იქნება, ვიდრე ახლა აი მოგსოვე, ხო? კარგი, და მეც ესე მოგსოვ, თქვენც გააგრძელეთ და მე ერთმანეთს მივაკეროთ, მივაქსოთ, უბრალოდ აი ეს ბოლოები ამ ორი მილის. აი ახლა ჩვენ უკვე ნახეთ, უნდა დავიწყოთ წესით, აი ამ წრეზე სიარული ესე სპირალზე, ხო? ანუ ეს უნდა შევკრათ. ნახეთ, აქ 4 რიგი მოგსოვე კლების გარეშე, ანუ სულ 20 თვალი მქონდა აქედან აქამდე, აი ესე 4 რიგი მოგსოვე. ეხლა მე სანამ გადავალ აი ამათ შეერთებაზე ესე რომ ჩაიკეტოს, ხო? აქ როგორც მილი ესე რომ წავიდეს, ამ დროს ჯობია ჩვენ გახსოვთ რომ გითხარით რომ კრემისფერი ძაფით უნდა შემოუაროთ თქო, ხო? ეს ადგილი სადაც ელვა ჩადგება. ეხლა ჯობია გავაკეთოთ ეს, ანუ შემოვაროთ კრემისფერი ძაფით, ეს ერთი რიგი თვლები ნამატების გარეშე და თან ელვაც მივაკეროთ. ამ დროს ყველაზე მოხერხებული, ამიტომ როცა ამას მოგსოვთ უკვე ბოლომდე, აი შეაერთებთ ამ ადგილებს და გარკვეული სიმაღლის მილს მოგსოვთ, მერე უფრო მოუხერხებელი იქნება უბრალოდ და ესე გირჩევთ მე. კარგით, ესე იგი, ნახეთ, აი აქ თუ მოხვედით, აი ესე უნდა დაიკავოთ ახლა ჩანთ, აი აქ მოვედი და აი აქედან გავყვები, აი სადაც ნახეთ, სადაც არის აი ეს ჭრილის ადგილი, აი ბოლომდე შემოვყვები სულ ესე კრემისფერი ძაფით, აი ესეთი. თქვენ ახლა თქვენი შეხედულების მიხედვით როგორი ძაფები აირჩიეთ, იმის მიხედვით თავი უხდებოდეს, ხო? ტონალობაში კარგად იყვნენ, ესე იჯდეს. ყველაფერი კარგად. აი ახლა ნახოთ. დავიწყებ აი იგივე ახლა რა ბოლო თვალში შევედი, აი იმ თვალიდან დავიწყებ, ნახეთ. აი ესე გამჯოლე. აქ ახლა ხვდებით, ნახეთ, ამათ რო გადავაბავთ, იქაც თუ რამე კიდევ მოითხოვს, აი ამას როცა ესე შემოვყვები, შეიძლება კიდევ ჯერ ეს შევაერთო, მოგსო რამოდენიმე რიგს და მერე შევხედოთ, შეიძლება ეს არ მოვჭრათ, რომ შეიძლება ერთი თვალი კიდე დაჭირდეს ამ შეერთების ადგილას, რომ კრემისფერი ძაფი, აი როგორც აქ იქნება, ხო, სულ გადავმით, აქაც ესევე რომ იყოს. მეგონი ხვდებით, ხო? ესე იგი, აქ შევედი. ეხლა ეს თვალი რომ არ გაგვექცეს ჩვენ, ჯობია გავაკეთოთ ნიშნული, აი ესე და მოჭიმეთ მე ეს ძაფი, იქნება დამაგრებული. აი ესე, ნახეთ, ეხლა მე აქეთ ვაპირებ წამოსვლას, აი ესე. ეს ერთი თვალია, ესე ვთქვათ. ეხლა არ მგონი აქ კიდე საჭირო იყოს ესეთი დამაგრებები და ასე შემდეგ. შეიძლება ერთი თავისუფალი თვალი, აი ესე ამოვიყვანოთ, აი ესე ჯობია, ერთი თავისუფალი თვალი მოგსოვეთ. ანუ ჯერ თითქოს ყულფივით ესე გამოაყოფინეთ თავ და იქ ამოიყვანეთ ერთი თავისუფალი თვალი. აი ეს არის ახლა აი ეს რიგი, ბოლო რიგი. ფაქტობრივად აი აქ ჯობდა რომ შევსულიყავ, მოდით, კარგად შევიდეთ. აი ესე რომ მოვჭიმი, ახლა უფრო კარგად ჩანს. აი ესე გვაქვს. ხო, აი ეს არის, ის სწორად ვიყავი შესული. აი, ნახეთ, აი ეს რიგი, მერე ამ რიგში უნდა შეხვიდეთ. აი, ნუ კიდურა თვალში. ხო, აქ ერთი ძაფი არ გინდათ იყოს, ორი ძაფი ჯობია, ორ ძაფში რომ შეხვიდეთ, ნახეთ, აი ესე. ხო, თლათ ერთ ძაფში არ არის კაი გაიწელება. აი ესე. ერთი თავისუფალი თვალი, აი ეს როგორც თქვით და ეხლა შემდეგი რიგი არის აი ქვემოთ. ნახეთ, აი აქ არის სადღაც თვალი, ანუ თვალს ხედავ ეხლა მე თვალს ეხლა ეს დიდი სახელური აქ და ცოტა ესეთია, საკმაოდ მტკიცენა ეს არის ძაფი და ესეთია, ყიფე ესეთი არ არის დრეკადი მაინდა-მაინც. აი ესე. ეხლა შემდეგი, აი აქ ხო?
აი აქ. შეიძლება და სხვა ტიპის ნაკსოვიც გაგვეკეთებინა ამ კიდეზე, მაგრამ ეს გადავწყვიტე ახლა ცოტა მარტივად და ანუ ის რო არის რაჩი შაქს ეძახიან ისე ცოტა დახვეულად ავაკეთებთ, თქონდ აქედან იქით მიდის ეს ნაკსოვი, რომელიც ახლა ვიფიქრე რომ შეიძლება და გაგვეკეთებინა, მაგრამ ესე იყოს ჯობია. ესე იგი ვაგრძელებთ. ერთი თვალი, მეორე, მესამე, ახლა მეოთხე. შეიძლება თუ კიდესთანაც მივიდეთ, მაგრამ ახლა ხო ცოტა უფრო ისე გამოვა გადავმა კარგად. ძალიან საფეხურებრივად რომ არ გქონდეთ, აი ამას უნდა ეცადოთ. აჰა, 4 თვალი გვაქვს ახლა უკვე მოქსოვილი ნამატების გარეშე. ახლა აი აქ ეს უკვე შემდეგი რიგი არის, ქვედა რიგი. ანუ 4 რიგი იყო, სადაც არ მომიკლია თვლები, ხო? ამის წინ იქო იყო მოკლება. იმის წინაც იყო, ნახეთ, ახლა კიდევ ქვემოთ. აი ესე უნდა გაყვეთ. ეხლა ნახეთ, აი სულ შევდივარ, სადაც ესეთი V ფორმის თვლებია, აი მათში შევდივარ, იმათ შორის არ შევდივარ. აი აქ ქვემოთ. ახლა აქ ძაფები აკურატულად რო გამოვიტანოთ, აი ესე. შემდეგ აი აქ კიდევ ქვემოთ. აი აქ ნახეთ, აქ ხო ვიყავით, აქ ბიჯის რაღაც ესეთი ის იყო, ძაფები შეიძლება იყოს, ან გვერდიდან თვალს გავს, მაგრამ თქვენ გჭირდებათ აი V ფორმის ესეთი თვლები და იქ უნდა შეხვიდეთ ხოლმე მხოლოდ. აი ესე. აქეთ უკვე აი კიდევ ქვემოთ. აქ შეიძლება ძაფის ბოლოები გამოჩნდეს ზოგ ადგილას, აქ გახსოვთ ხო, დავმალეთ ეს ძაფის ბოლოები და არა უშავს ჩამალეთ ისევე თუ ესე. თუ შეგაწუხებთ ხო, თუ ძალიან გამოშვერილი იქნება. შემდეგი უკვე აი აქ. შემდეგი აი აქ. ანუ ხვდებით რომ ყოველ რიგში ესე იგი, რასაც დაინახავთ, აი ნახეთ, ახლა ეს თვალი კარგად არ იყო დამაგრებული და ანუ ეს ბოლო კვანძი ცოტა ამოვარდა ეს ძაფის ბოლო. ახლა ეს რა თქმა უნდა კვანძი ჯობია რომ იყოს რახანასე თავისუფლად შეიძლება რომ გაიშალოს. ჯობია აქ რაღაცნაირად დავაფიქსიროთ. მაგრამ ხა მოკლე არის უკვე ეს ბოლო, აქ აღარ გამოვა კვანძის გაკეთება ამ ძაფით, მაგრამ აი ჩავმალავ მაინც. აი ძაფებს შორის. აი ესე. და გავაგრძელოთ. ასე თუ ამოგივარდათ ხო ძაფის ბოლოები, რომლებიც ჩამალული ქონდათ, ისევ ესე გაატარეთ ძაფებს შორის. აი ნახეთ, ეხლა აქ ხო ვიყავი. ეხლა უკვე აი აქ. თითქოს დიდი ნახტომებია, მაგრამ ეს იმის გამოა, რომ რიგს და რიგს შორის ქონდა ну ბიჯივით ესე თვალი, ხო? თვალი არც გამოდის, უბრალოდ ჩაკეტვის ადგილი იყო, მაგრამ მაინც რაღაც თითქოს ძაფი არის ესეთი შუაში. არა უშავს. აი ესე. აქ ახლა მე ვეცდები თავიდან მოგსვა, იმიტომ რომ არ მინდა რომ სხვადასხვა ზომის იყოს. აი ზემოდან რომ დახედავთ ერთნაირი ზომის თვლები რო იყოს ეს ყველა. აი ესე. შემდეგი აქ. აი ესე შემოვყვეთ ახლა, ხო? აი ახლა მოხოვის ადგილას ნახეთ, აი ამ ადგილას. აქაც გაჩვენებთ ახლა თუ გამოჩნდა, იმედია რომ გამოჩნდება. აი ხედავთ ხო, ერთი თვალი აქეთ მოვქსოვე, როგორც ყოველ რიგში თითო თვალი ვქსოვე, აი ესე. გონი ჩანს ხო? და ახლა აქეთ პირდაპირ გადმოხვალთ. აი ესე. ნახეთ. ხო, და ისე გააკეთეთ, რომ აი ეს არის თქვენ, ნახეთ. აქაც 4 რიგი ქონდა, ხო, სადაც ესე მუდმივად ერთ და იგივე რაოდენობა თვლებისას ვქსოვდით. სანამ სპირალურ ქსოვაზე გადავიდოდით, აი იქ. შემდეგი რიგი.
აი ესე. საკმაოდ ისეთი ძაფია, ახლა ვფიქრობ, რომ ცოტა რბილი ძაფი ჯობია ასეთი ჩანთისთვის, საკმაოდ უხეშია და თუმცა ფორმას კი დაიკავებს უკეთესად, მაგრამ სასიამოვნო არ არის ესეთი მტკიცე ძაფით გსოვა. აი ესე, ეხლა გადავალმე, აქეთ მხარეზე ცოტა სხვანაირად ჩანს ეს გვერდითი ნაწილები, ხოს? სიმეტრიულად აქეთ მეორე მხარეს ვარ. ეხლა ჩავალ ესე გავყვები, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ამაღლების ადგილას არ გსოვთ, მოკლედ აი სადაც თითო თვალით იყო, ხო, შემცირებები. აი ბოლო თვალის თავზე. მათ შორის რაღაც ესეთი თითქოს კიბესავით არის, იქ არ მოგსოვთ. იმიტომ რომ ძალიან გაგეწელებათ ესე ზედმეტი თვლების რაოდენობაც არ გჭირდება. დეტაბა შევხედოთ ახლა. აი ესე ნახეთ. ეხლა აი აქაც თითქოს რაღაცა, მაგრამ აქ არ შევეხები. აი აქ ჩადიხართ. სადაც V ფორმის თვალს ხედავთ, აი იქ. შემდეგ როცა უკვე ჰორიზონტალური მასზე გადიხართ, იქ რა თქმა უნდა, იქ უფრო ადვილად ჩანს ყველაფერი. სადაც კიბე მოდის, აი კიბე აქაცე. აი აქ უკვე აქ შორს თითქოს შორს მივდივარ, მაგრამ ასია საჭირო. კიდევ აი აქ უკვე ხედავთ რა მხელა ადგილი აქეთ და აქ, აი ეს. იმიტომ რომ კიბე არის ესეთი. თან აქ იყო თითო ესეთი თვლებით კიბე და სადაც ზოგან ორი თვალი ქონდა, მერე იყო, ხო, ესე ჩამოდაბლება. აი ახლა მე მგონი ეს ადგილი, ნახეთ, აქ იყო 4, 3 და 2. აი აქ ორს კიდევაც ხედავთ, აი ერთი თვალი, მეორე. აი ჯერ ერთში შეხვალთ. განჭოლავთ. ეს საფის ბოლო ამოვიდა, მაგრამ არავშევ ჩავბრუნებ. ეხლა მეორე. აი ეს. ეხლა მოდით ამ საფის ბოლოს ნახეთ, ჩანს ალბათ ხო ეს. შეგიძლიათ ზემოდანაც დააწვეთ და ეს უფრო მარტივად ჩავიდეს. შემდეგ უკვე აი აქ. ესე გაყევით და სულ ბოლომდე მიდით და მერე უკვე სპირალზე ქსოვას დავიწყებ მე. და შეიძლება ერთი თვალი კიდევ აი ამ ძაფით მერე დავამატოთ. ხა მოდით გავყვევთ ესე, ხო?